განვაგრძობთ საუბარს ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ. ჩვენ კვლავ იმ ურთულეს თემას ვეხებით, რაც ორბუნებოვნებასთან დაკავშირებით მონოფიზიტური და ნესტორიანული ცრუ მოძღვრებების მხილებას გულისხმობს და ამავე დროს მართლმადიდებლური სწავლების ყველაზე უფრო განზოგადებული შტრიხებით, იმიტომ რომ ეს ძალიან ვრცელია, ყველაზე უფრო არსებითი შტრიხებით მსმენელისათვის გადაცემას. შევეხეთ საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ მონოფიზიტობა აღიარებს რა ორი ბუნების შეერთებას. მხოლოდ ფორმალურად ხდება ამ მოძღვრების ამღიარებელი, რადგანაც მყისვე ამ ცრუ სწავლების მიხედვით კაცური ბუნება უქმდება, შთაინთქმება, ირღვევა საღვთო ბუნების მოქმედებით და ორბუნებოვნება მათი გაგებითა და მათი აღსარებით არანაირად არ ნარჩუნდება. ამიტომ ეს აღარაა ცხადია და არანაირად არ შეიძლება იყოს მოძღვრება ორბუნებოვნების შესახებ. გარეგნულად თითქოს უფრო მიახლოებულია ჭეშმარიტებასთან ნესტორიანელობა, თუმცა ეს გარეგნული მიახლოება აძლიერებს იმ სირთულეს, რაც ერეტიკული მზაკვრობის გამოვლინებას გულისხმობს. მონოფიზიტობაში ეს უფრო გამჭვირვალეა, იმიტომ რომ მონოფიზიტი არ მიიჩნევს, არ დებს თავს ორბუნებოვნებაზე, პირდაპირ მიუთითებს, რომ ის ერთბუნებოვნების აღსარებელია, რომ ორი ბუნება ერთ ბუნებად შეერთდა, ერთ ბუნებად შეირწყა, ერთ ბუნებად შედგა, ესაა მონოფიზიტური ფორმულირებანი. ამის საპირისპიროდ ნესტორიანელობა მკვეთრად უსვამს ხაზს ორბუნებოვნებას, მაგრამ აქ საცთურის მატებასთან ერთად ცდომილებაც გაცილებით ღრმა, რადგანაც საერთოდ უარყოფილია თვითის შეერთებაც კი. თუ მონოფიზიტობაში თვით შეერთება ორი ბუნების არანაირად არაა უარყოფილი და ერთ პიროვნებაში აღიარებენ ისინი ამ შეერთებას და ამ მხრივ მონოფიზიტობა თანხმობაშია მართლმადიდებლობასთან და განედიდება ნესტორიანელობას და ამ კუთხით მონოფიზიტობა უფრო ნაკლებ ცდომილებაშია, მეორე მხრივ ნესტორიანელობა პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ ყოველგვარ შეერთებას უარყოფს. იქ არცაა საუბარი შეერთებაზე, შეერთებაზეა საუბარი მხოლოდ პიროვნებებთან დაკავშირებით, ორი პიროვნების შეერთებას გულისხმობს ნესტორიანელობა, ძეღმერთისას და კაც იესოსის და ორივე მათგანს რა თქმა უნდა ბუნებანი აქვთ, ძეღმერთს საღვთო ბუნება, კაც იესოს ადამიანური ბუნება ნესტორის მიხედვით და ორი ბუნება იმდენად ერთდება ნესტორის კვალობაზე, რამდენადაც ერთდება ორი პიროვნება. ამ ორ პიროვნებას მათი თანმხლები ბუნებანიც ცხადია არ აღმოეპხრება და ორი პიროვნების შეერთების შედეგად ორი ბუნებაც რაღაცნაირად ერთი მეორეს უკავშირდება, მაგრამ ეს ცხადია არანაირად არაა ორი ბუნების შეერთების შესახებ მოძღვრება, რადგანაც ორი ბუნების შეერთებაზე ჩვენ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ, როდესაც ერთ პიროვნებაზე გვაქვს მსჯელობა. თორემ ორი პიროვნების შეერთება კვლავ აღნიშნავთ და მრავალგზის აღნიშნავთ, კაცობრიობის ისტორიაში მრავალგზის დადასტურებულა ყველა მაგალითი, სადაც უფალი წმინდანთან დაკავშირებით მისდამი მადლის მიმფენი ყოფილა, ორი პიროვნების დაკავშირება გვაქვს. ერთი ღმერთი, მეორე ადამიანი განწმენდილი და მას უფალი მადლს მიხფენს, ანუ პიროვნულად მას უკავშირდება. და თუ ეს პიროვნული დაკავშირებანი განკაცებას გულისხმობს, კვლავ აღნიშნავთ, მაშინ აურაცხელ შემთხვევაში მომხდარა ხდება და მოხდება ეს განკაცება. ასე რომ ნესტორიანელობა კიდევ უფრო მეტი ცდომილებაა ვიდრე მონოფიზიტობა. მონოფიზიტობის ცდომილება მეორე ნაწილშია მოძღვრებისა, პირველ ნაწილში ისინი არ ცდებიან მართლმადიდებლობასთან თანხმობაში არიან, კვლავ ხაზს გაუსვამთ, ამბობენ რა, რომ ჭეშმარიტად მოხდა ძეღმერთის განკაცება, ანუ ადამიანური ბუნების მიღება მისგან, მაგრამ მიიღო რა ადამიანური ბუნება, თვით ადამიანური ბუნება რა სახით არის იმ ძეღმერთის პიროვნებაში შენარჩუნებული, აი ამ მხრივ ცდებიან უკიდურესად მონოფიზიტები, ამბობენ რა, რომ ეს ბუნება არ შენარჩუნდა. მაგრამ ნესტორიანელობა თვით სათავეს ამ მოძღვრებისას უარყოფს, შეერთებას საერთოდ გაუქმებულია ნესტორის მოძღვრებაში და შესაბამისად სხვა ნაწილებიც უკვე თავისთავად ცხადია მცდარია. ასე რომ ფორმალური მიმსგავსებულობა მართლმადიდებლობასთან ორბუნებოვნების ნიშნით, რაც სხვათა შორის მონოფიზიტებს ძალიან აბნევდათ და ისინი ხშირად მართლმადიდებლობასა და ნესტორიანელობას ერთიმეორეში ურევდნენ, შეიძლება ითქვას უნდოდათ ერთიმეორეში გაეთქვიფათ ეს ორი მოძღვრება, ერთი წმინდა და მეორე მწვალებლური, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ორბუნებოვნებას აღიარებს. მაგრამ ეს არის მხოლოდ ფორმალური ნიშანი, კვლავ ხაზს გაუსვამთ, ჩვენ ჭეშმარიტი ორბუნებოვნების აღსარებელნი მაშინ ვართ, როცა ამ ორი ბუნების რეალურ შეერთებაზე ვსჯელობთ. არა ფორმალურ, როგორც ეს ნესტორთანაა და გამომდინარე იქიდან, რომ ორი პიროვნება რადგან შეერთდა, ამიტომ შეერთდა თითქოს და ორი ბუნებაც, როგორც ნესტორი ასწავლებს. არამედ გამომდინარე იქიდან, რომ ერთმა პიროვნებამ მხოლოდ და მხოლოდ საღვთო ბუნების მქონემ განკაცებამდე, განკაცებისამ თავის პიროვნებაში, იმ ერთ პიროვნებაში საღვთო ბუნებას შეუერთა კაცობრიო ბუნება და ერთ პიროვნებაში ორი ბუნების თანაარსებობა გახლავთ ამ ორი ბუნების ურთიერთკავშირის უმწვერვალესი, როგორც ეს
ეკლესიის მამათაგან გამოითქმის უმწვერვალესი გამოვლინება ამ დაკავშირების. ანუ ესა უმწვერვალესი შეერთება, მსგავსი შეერთება ორი ბუნებისა, საღვთო ბუნებისა და ადამიანური ბუნებისა, რა თქმა უნდა, არასოდეს არ მოხდა, არც არასოდეს მოხდება და ამიტომ ეწოდება მას უმწვერვალესი შეერთება. ესე ყველაზე უფრო მაქსიმალურად აღმატებული სახე შეერთებისა. თუმცა ეს აღმატებულება მხოლოდ იმ წერტილამდეა, რა წერტილამდეც ორივე ბუნება აბსოლუტურად ინარჩუნებს თავის ყველა თვისებას. იმ მწვერვალამდე არის ეს შეერთებულობა, კვლავ ხაზგაუსვამ, სანამ ორივე ბუნება სრულად არის შენარჩუნებული. და როგორც წინა საუბარში აღნიშნავდით, ჩვენ შეგვიძლია ეს სიტყვა არც დავამატოთ სრულად, იმიტომ რომ სრულად უნდა იყოს აუცილებლად ერთი თვისების ნაკლებობაც კი, უკვე მთლიანად უარყოფს ორბუნებოვნებას, რადგანაც კვლავ ხაზგაუსვამთ, ყველა ბუნებითი თვისება შენარჩუნებული უნდა იყოს ამა თუ იმ ბუნებაში და ამა თუ იმ არსში და საკმარისია თუნდაც ერთი ბუნებითი თვისება გაუქმდეს, რომ ეს ბუნება თავისთავად უქმდება და ისპობა. იმიტომ რომ ბუნებითის გაუქმება ბუნების გაუქმებასაც ნიშნავს. იმიტომ არა აქვს აქ მნიშვნელობა იმაზე ხაზგასმას, რომ თქვათ ერთი თვისება ხომ არ გაუქმდა მაცხოვრის ბუნებაში მხოლოდ, თუ არ შეგვიძლია ცოტა მაინც კომპრომისზე წავიდეთ, თქვათ მონოფიზიტობასთან საუკუნეთა მანძილზე საქართველოსთვის ეს პრობლემა იყო, რადგანაც მონოფიზიტურ სომხეთთან ძალიან ახლო კავშირში იმყოფებოდა და არაერთგზის წამოიჭრებოდა ეს საკითხი, რომ ხომ არ შეგვეძლო გარკვეული კომპრომისი, თქვათ გვეთქვა, რომ აი რაღაც თვისებაში კაცობრივი ბუნება საღვთო ბუნებისგან იძლია და ის თვისება მასში ბუნებითად აღმოიფხვრა. და ესე იგი ერთი თვისების დონეზე მაინც მიგვეღო მონოფიზიტ და აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ კაცობრივი ბუნება საღვთო ბუნების სიძლიერემ გარდაქმნა ბუნებითად. კვლავ ხაზგაუსვამთ, რომ აქ ერთზე და ორზე და რაოდენობაზე არაა საქმე. ერთი თვისების შეცვლაც, ბუნებითი შეცვლაც რომ ვაღიაროთ, ეს უკვე მთელი ბუნების შეცვლას უდრის. აბსოლუტურად იდენტურია თქმა იმისა, რომ მაცხოვრის კაცობრივ ბუნებაში ერთი თვისება მოსპოს საღვთო ბუნებამ და თქმა იმისა, რომ მაცხოვრის მთელი კაცობრივი ბუნება მოსპოს საღვთო ბუნებამ. ამაში არავითარი სხვაობა არა ამ ორ ფორმულირებაში, ეს ჩვენ შეიძლება გარეგნულად წარმოგვიჩნდება რაღაც სხვაობად ეს ორი გამონათქვამი, თორემ არსობრივად დოგმატურად სწავლებითად ეს იდენტურია. იქედან გამომდინარე, რაც არაერთგზის გვითხოვს, რომ ბუნებაში, ნებისმიერ ბუნებაში აქ არაა საუბარი საკუთრივ ადამიანურ ბუნებაზე. თუნდაც უსულო ბუნებაში ერთი ბუნებითი თვისების გაქრობაც კი ამ ბუნების გადაგვარებას, იმ ბუნების იმ სახით მოსპობას იწვევს. ის უკვე ის ბუნება აღარაა. ადამიანურ ბუნებაში ერთი ბუნებითი თვისების გაუქმება ადამიანური ბუნების როგორც ასეთის გაუქმებას ნიშნავს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ დაუშვათ ცალკეული კომპონენტები ბუნებაში უქმდება, საერთოდ არაფრობა ხდება. სხვა ბუნებად გადაიქცევა, ის ადამიანური ბუნება აღარაა. ისევ როგორც ვამბობდით, მიწის თვისებებში ერთი თვისებაც რომ გაუქმდეს, ეს მიწა წყლად გადაიქცევა, წყალში ერთი თვისება და ის წყალი ჰაერად დაწვა. ესე იგი, ის თვისებები კი არ ქრება და არაფრობა კი არ ხდება. ნარჩუნდება თავისთავად ცხადია, მაგრამ სხვა ბუნებად წარმოჩნდება და სხვა ბუნებად გარდაიქმნება. ამიტომ თუ მაცხოვრის ადამიანურ ბუნებაში თუნდაც ერთი ბუნებითი თვისება გაუქმდა საღვთო ბუნების ძლეობით, ეს ბუნება უკვე ადამიანური ბუნება აღარაა მასში. როგორც ადამიანური ბუნება ის მთლიანად მოსპობილი უნდა იყოს. ამიტომ შეუძლებელია ჩვენ, რაც არ უნდა ეკონომიის, თქვათ, მოთხოვნილება იყოს ვინმესგან და სხვა და სხვა და ფიქრობ საკმაოდ დგება ეს საკითხი დღესაც, როცა არის საუბარი სხვადასხვა დიალოგზე და ურთიერთკომპრომისებზე და ასე შემდეგ, რომ კომპრომისი ეკონომია ეკლესიურად განსაზღვრულია რა ჩარჩოებს უნდა იტევდეს. დოგმატიკასთან დაკავშირებით კომპრომისი უბრალოდ შეუძლებელია არა რაღაც პირადი ახირებისა და არა რაღაც სხვათა მიმართ შეურიგებლობის გამო, არამედ უბრალოდ შეუძლებელია სწავლებითად, იმიტომ რომ ეს თავისთავად აუქმებს ეს ყველა სწავლებით ასპექტს. ერთი დოგმატური ელემენტის აღმოფხვრაც, აი როგორც ახლა ბუნების ელემენტებზე, ბუნების თვისებებზე საუბრობდით, იგივეა დოგმატიკას. ერთი დოგმატის გაუქმება არსებითად ყველა დოგმატის გაუქმებას ნიშნავს, იმიტომ რომ დანარჩენიც უკვე შეუძლებელია სრული მართებულობით ესმოდეს პიროვნებას და აი ეს ერთი ცდომილება, ერთი დაცემულობა მას მაინც დაცემულობაში ტოვებს. ისევ როგორც პიროვნება, რომელიც თუნდაც ერთი მომაკვდინებელი ცოდვით წავიდეს ამ ქვეყნიდან უცხოვნებელია, რაც არ უნდა სხვა მხრივის სათნოებაში იყოს, ასევე თუნდაც ერთი დოგმატის მხრივ ადამიანი დაცემულობაში იყოს, ცდომილებაში იყოს და სხვა ყველაფრით ჭეშმარიტებაში, ანუ ჭეშმარიტ სწავლებას ფლობდეს, იმ ერთით ყოველთვის ხაფანგშია, ყოველთვის ბორკილშია და სანამ იმ ხაფანგისგან არ გათავისუფლდება, არ შეიძლება რომ მასზე ვისაუბროთ როგორც თავისუფალზე, როგორც სასუფევლის მკვიდრზე და სხვა. ამრიგად დასკვნა ვფიქრობთ აბსოლუტურად ცხადია, რომ არც მონოფიზიტური დაკნინება კაცობრივი ბუნებისა ორბუნებოვანი შეერთების პირველ წამიდანვე, ორი ბუნების შეერთების პირველ წამიდანვე, არც ნესტორიანული გათიშვა ამ ორი ბუნებისა არ შეიძლება რომ ოდნავადაც
ჭეშმარიტ სწავლებასთან თანაზიარი იყოს. ჭეშმარიტი სწავლება ეფუძნება ერთი მხრივ ერთ პიროვნებაში ორი ბუნების შეერთებას და რადგან ეს ორი ბუნება სრულად ნარჩუნდება და თვითონ სახელწოდება ბუნებების ამას უკვე ნიშნავს, როგორც ვეკითხარით, უწოდებთ რა ადამიანურ ბუნებას და პირველ საღვთო ბუნებას და მეორე ადამიანურ ბუნებას, უკვე ცხადია რომ ორივე მათგანი სრულადაა შენარჩუნებული. ვინც ტერმინოლოგიური ზედმიწევნითობა იცის, მისთვის ეს აბსოლუტურად ცხადია. იმ პრინციპიდან გამომდინარე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, რომ საკმარისი ადამიანურ ბუნებაში ერთი თვისებაც კი გაუქმებულიყო და არასრული ადამიანური ბუნება ჰქონოდა უფალს, ის უკვე ადამიანური ბუნება აღარ იქნებოდა. ის იქნებოდა სხვა რაღაც ბუნება, მაგრამ არა ადამიანური. ამიტომ, როდესაც ვამბობთ, რომ უფალს აქვს ერთ პიროვნებას განკაცებისას საღვთო ბუნება, ადამიანური ბუნება, რომც არ დაუმატოთ სიტყვა სრული, თავისთავად ეს სრული იგულისხმება, ტერმინი ბუნება ამას თავის თავში შეიცავს და მით უმეტეს ადამიანური ხაზგასმული რომა რა ბუნებაზე ვსაუბრობთ. მაგრამ ჩვენ მაინც ვუმატებთ მკვეთრად ამ სიტყვას, რომ მავანთა და მავანთა მხრიდან, რომლებიც ტერმინოლოგიური განსწავლობისანი არ არიან, ყოველგვარი საბაბი თუ მიზეზი ცდომილებისა აღმოფხვრილი იყოს. ამიტომ მკვეთრად და კატეგორიულად ვამბობთ, რომ განკაცებული ღმერთი არის ორბუნებოვანი, მასში არის აბსოლუტური სისრულით ყველა თავისი ბუნებითი თვისებით კაცობრივი ბუნება, ყველა თავისი ბუნებითი თვისებით საღვთო ბუნება. მაგრამ ერთი მხრივ ეს ორბუნებოვნებაზე როცა ვამბობთ, მაგრამ ეს ორი ბუნება როგორ კავშირში ერთი მეორესთან, თუ ნესტორიული ცრუმოძღვრების ბაცილა შეიძლება რაიმეთი საფუძვლის მქონე იყოს, რომ ეს ორი ბუნება გათიშულია ერთი მეორისგან. ამას გამორიცხავს მართლმადიდებლური სწავლების პირველი ნაწილი, რომ ეს ორი ბუნება ერთ პიროვნებაშია, როგორც ვამბობთ. ესე იგი, ორივე ეს კომპონენტი ჩვენთვის არის განუყრელი და უძვირფასესი. ერთ პიროვნებაზე ვამბობთ რა, რომ ორბუნებოვანია, უკვე ვცხადყოფთ, რომ ეს ორივე ბუნება სრულადაა შენარჩუნებული ზემო აღნიშნულის საფუძველზე. მაგრამ ვამბობთ ამავე დროს, რომ ეს ორი ბუნება ერთ პიროვნებაშია, მიუთითებთ, რომ ეს ორი ბუნება განსაკუთრებული კავშირითაა ერთი მეორესთან. ანუ ჭეშმარიტად შეერთებული ერთი მეორესთან, იმ ზომამდე შეერთებულია, რომ კაცობრივ ბუნებას ენიჭება სრულიად განსაკუთრებული მადლი ღვთისგან, საღვთო ბუნების დამტევნელობა. რა თქმა უნდა, სრულიად შეუძლებელია ჩვენ თქვათ, რომ ადამიანური ბუნება ნებისმიერი ქმნილებითი ბუნება ოდნავ მაინც, არათუ მთელი სისრულით პირდაპირი გაგებით საღვთო ბუნების დამტევნელი იყოს, მაგრამ მაცხოვრის კაცებამ მისი ღმრთეება დაიტია. დაიტია არა იმიტომ, რომ ეს მისი ბუნებითი თვისება, არამედ იმიტომ, რომ უფლისმიერი ყოვლის შემძლეობით კაცობრივი ბუნება ამის შემძლებელი გახდა, რომ მან საღვთო ბუნება დაიტია. ჩვენ ვამბობთ, რომ განკაცებისას მოხდა ორივე ბუნებისგან ურთიერთდამტევნელობა, მაგრამ ეს ურთიერთდამტევნელობა პირდაპირ მნიშვნელობით საღვთო ბუნებაზე ითქმის, რადგანაც სწორედ საღვთო ბუნებაა შემძლებელი ყოვლის დატევნისა და მათ შორის მაცხოვრის კაცობრივი ბუნებისა. და თავისთავად ცხადია, რომ ხორცს და ხორციელ ბუნებას არ აქვს საღვთო ბუნების დამტევნელობის თვისება. მაგრამ აი ესეც შეეძინა მაცხოვრის კაცებას და ამიტომაა ეს განსაკუთრებული მდგომარეობა, აი ეს ორი ბუნების დაკავშირება, რომ მისი კაცება გახდა დამტევნელი ღმრთეებისა. რატომ არ დაირღვა მისი კაცობრივი ბუნება? სწორედ ეს გახლავთ განსაკუთრებული საიდუმლო, რომ ამ კაცებამ შეინარჩუნა თავისი კაცობრივი საზღვრები, ის შექმნილობითი საზღვრებისგან არანაირად არ გასულა, მაგრამ ღვთის სასწაულითა და საიდუმლო მოქმედებით მან შეძლო და ის გახდა შემძლებელი საღვთო ბუნების დატევნისა. ამის სიმბოლოდ ჩვეულებრივ მოიხმობა ასეთი ნიმუში, ისევე როგორც სრულიად პატარა ნატეხი მინა, სარკე შემძლებელია მთელი მზე აირეკლოს თავის თავში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ სარკეს, ამ მინას, შუშას თავისი შეზღუდული საზღვრები დარღვეული აქვს, ის იმავე საზღვრებშია, მაგრამ ირეკლავს მზეს და მზე მაინც მზედ რჩება და მხოლოდ მიეშუქება იგი ამ სარკეს და ამით ხდება სარკეში მისი დატევნა და მისი ელვარება და არც იმას ვამბობთ, რომ ამ სარკეში მზის მხოლოდ ერთი ნაწილი იქნა დატევნილი და მეორე არა, არამედ მთლიანად იქნა დატევნილი და აქ დატევნილობა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მან უფრო სუსტმა და შეუდარებლად სუსტმა და უსასრულოდ სუსტმა, როგორიცაა კაცობრივი ბუნება, აირეკლა თავის თავში ღმრთეება. ამ ღმრთეებით გაბრწყინდა იგი, ამ ღმრთეებით გამდიდრდა იგი და გამოვლინდა კიდეც ეს მაცხოვრის მოქმედებაში, როდესაც მან ყოველივე ცოდნა გამოავლინა, საღვთო ცოდნა ჭეშმარიტად აჩვენა თავის კაცობრივ ბუნებაშიც, ოღონდ არაბუნებითად, რომ მას კაცობრივად ჰქონდა ეს თვისება საღვთო ბუნებასთან შეერთების გარეშე, არამედ კვლავ გამიმეორებდა გამდიდრებითად, ისევე როგორც ცხონმყოფელობის თვისება, ისევე როგორც მეუფებრიობის თვისება, რამაც მისი კაცობრივი ბუნების მონურობა
ამით გააბრწყინა, გააშუქა საღვთო მეუფებრიობით და ამიტომ წმინდა იოანე დამასკელი ამბობს, რომ განკაცების შემდეგ ჩვენ მაცხოვარს აღარც მონად ვამბობთ, კაცობრივადაც, აღარც უმეცრად ვამბობთ, აღარც არაცხოველმყოფლად ვამბობთ და აღარც უძლურად ვამბობთ. თუმცა ყველა ეს თვისება მის კაცობრიულ ბუნებაში ყოვლად ოდნავ შეუმცირებლად არის შენარჩუნებული, სრულად და დაცული არის ამგვარად, მაგრამ გამდიდრებითად მაცხოვრის კაცობრივი ბუნებაც აი ამ საღვთო თვისებებს ავლენს ცხოველმყოფელობისას, მცოდნეობისას, მეუფებრიობისას და შემძლეობისას. ისევე როგორც მზის შუქზე აელვარებული მინა, რომელიც თავისთავად მაშუქებლობის წყარო არაა და მას არ აქვს უნარი რომ თვითონ აშუქებდეს სინათლეს, ხდება რა სინათლის გამომცემი, ეს ხდება მხოლოდ მზისგან გამდიდრების შედეგად. და ჩვენ რომ ერთი წამით მაინც დავხშოთ მზე, ეს მინა, ეს შუშა კვლავ ზუსტად ისევე შეუმცირებლად ავლენს იმ თვისებას, რომ არ შეუძლია თავისთავად აშუქებდეს სინათლეს, როგორც ეს ნებისმიერ სხვა ნივთს აქვს, რომელსაც არ აქვს მანათობლობის თვისება. მაგრამ რაც ამ მზე მიეშუქება მას, ის ამ თვისების აღქმის, ამ თვისებით გამსჭვალვის უნარს იძენს და სხვათათვის გადაცემის უნარს, რომ მას შეუძლია მიაშუქოს ეს შუქი სხვა საგნებს, სხვა ქნილებებს. ამგვარადვე კაცობრივი ბუნება მაცხოვრისა შუქდება, ბრწყინდება, მდიდრდება საღვთო ბუნების ღირსებებით და ამ ღირსებებს ავლენს თვითონაც უკვე გამდიდრებითად და შეძენითად. აი ეს არის ყველაზე უფრო არსებითი, როდესაც ორი ბუნების შეერთებაზე ჩვენ საუბრობთ და თუმცა ამჯერად ამ სიტყვებით დავაბოლოებთ, შემდეგ შეხვედრაზე კონკრეტულად იმას განვიხილავთ, თუ რა შეიძლება ეწოდოს თვითონ ამ ღირსებებს, რითაც კაცობრივი ბუნება მდიდრდება საღვთო ბუნებისგან. ამჯერად ამით დავაბოლოებთ, გმადლობთ ყურადღებისათვის.